თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის და რეზო კიკნაძის დამკავებელი პოლიციელები. ასევე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები პროცესის დაწყებამდე. უფლებადამცველებმა და ასევე ბრალდებულებმა ანდრო ჭიჭინაძემ მიმართა ეს მოსამართლეს, რომ უზრუნველყოს პროცესის ვიდეო გადაღება. მოსამართლემ ადვოკატებს განუცხადა, რომ თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება, ის მათთვის ცნობილი იქნებოდა. მისი თქმითვე, საბჭოდან მას არანაირი გადაწყვეტილება სხდომის გადაღებასთან დაკავშირებით არ მიუღია. დაცვის მხარის შეფასებით, კანონში შესული ცვლილებების მიზანია სასამართლო პროცესები არ გაშუქდეს. 2016 წლიდან ფაქტობრივად ყოველდღურად ჩართული ვარ პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობაში და მე არ მახსენდება დღე, როცა სასამართლოს შენობა და ზოგადად ეზო დახურული ყოფილიყო და ხელმიუწვდენელი მედიისთვის. მედიის წარმომადგენლები რომ ფიზიკურად ესწრებიან დარბაზში პროცესს, ეს არ არის საჯაროობის პრინციპის სრულყოფილი დაცვა. წერილობითი მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული და ნათლად დადასტურდა კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რომ არც ერთი დაზარალებულა ცნობის დადგენილებიდან გამომდინარე, გამოკითხვის ოქმებიდან გამომდინარე არ უთითებს კონკრეტულ პირზე, თუ ვისგან მიიღო დაზიანება, ვისგან აქვს ფიზიკური დაზიანება. დღეს პირველი მოწმე იყო მოსული, რომელიც შემხებლობაში იყო ანდრო ჭიჭინაძის და უგულისხმობ დამკავებელ პიროვნებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მე როდესაც ანდროსთან მივედი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, არ ვიცოდი საქმის მასალები. ასევე ის ეძებდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს, საქმისათვის მნიშვნელოვან ნივთებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაუსახელებია ანდრო ჭიჭინაძისთვის და ამის მიუხედავად ოკმში მაინც მიუთითა, რომ ანდრო ჭიჭინაძემ უარი განაცხადა კონკრეტული ნივთების წარდგენაზე.